საქართველოში არსებული ვითარება იქნება განხილვის თემა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთში გაიხსნება. საქართველოს დელეგაცია უკვე სტრასბურგში იმყოფება. დღის წესრიგი ბიუროს ხდომაზე დამტკიცდება, თუმცა ცნობილია, რომ ქართული დელეგაციის წევრები ევროპელ კოლეგებს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეო ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. სესია 28 ივნისამდე გაგრძელდება. Სამნიშნულოვანი არის, რომ იყოს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, მართლა რა ხდება საქართველოში. ის რომ დანაშაული ჩამდენი უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა არის არ ექვემდებარება დისკუსიას, არც საქართველოში და არც ევროპაში, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ არ შეიძლება ეს თემატიკა გამოყენებული იყოს პოლიტიკური ოპოზიციის დევნისათვის. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ ადამიანებს უნდა ქონდეთ სრული ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რაც დღეს ხდება ცნობილი, რაზეც მანამდე მოყოლით ვიცოდით და დღეს სამწუხაროდ უკვე ფაქტობრივი მასალით დასტურდება. ამიტომ მე თხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა და წამოღებული მაქვს ის ვიდეო მასალა, რომელიც მინდა რომ ვაჩვენოთ როგორც ჩვენს მოხსენებლებს, ასევე ადამიანის უფლებათა კომისიის ოფისთან ვითხოვეთ შეხვედრა. ჩვენ დელეგაცია მზად არის. ვიმუშაოთ ამ რეჟიმში, ვიმუშაოთ საერთოდ პასეს ამ ზაფხულის სესიაზე, ჩავერთოთ ყველა იმ დებატებში, რომლებიც შედგება და არა მხოლოდ საქართველოზე.